რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. დღეს სპეციალური გამოშვებით. და სანამ დავიწყებთ, აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი ნებისმიერ პლატფორმაზე. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, ან ყველგან ერთად. დღეს ელენე ხუშტარიას დაბადების დღეა და არ მაქვს უბრალოდ სხვა საშუალება, რომ შეუთვალო ჩემი აღტაცება, მხარდაჭერა და ძალიან დიდი სიყვარული. ასეთი ხალხის ციხეში ჩაყრისთვის კი ბორის ივანაშვილს არ უსურო სამართლიანობის სრული აღდგენა. უახლოეს ვადებში და სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული უმაღლესი მაქსიმალური ვადით. ქოცი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს: როგორ დასაჯოს ქართველი ერი. ერი, რომელსაც ეს ქოცი უკვე ყელში ამოვიდა. და ბოლო სასჯელი დღეისთვის ასეთია: ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წაგლეჯა. რა დააშავეს ემიგრანტებმა? მე რამდენიმე მიზეზს ვხედავ. ყველა ხვდება, რომ ძირითადი მიზეზი არის ის კატასტროფულად დაბალი პროცენტები, რაც ქოცებს აქვთ მიღებული უკანასკნელ არჩევნებში. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ნაკლებ პროცენტს იღებენ ქოცები საზღვარგარეთ, ევროპაში იქნება თუ ამერიკაში. ბოლო არჩევნებზე თუ არ მეშლება სულ 13%. ქოცური არითმეტიკი და ქოცური კომისიებითაც კი. 2024 წელს 34,000 რაღაც ამომრჩეველმა, რომელიც ცხოვრობს ცხოეთში, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის ციფრი, რომელიც ძალიან კარგად გაჩვენებს და გვაჩვენებს, რომ არავითარ სპეკულაციას, რომელსაც თქვენ ეწევით, ადგილი არ აქვს. მათ აქ ჩამოსვლის, ასე ვთქვათ, პროცესი არაფერია იმასთან შედარებით, რომ მათ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთონ. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის ინტერესში არის, უპირველეს ყოვლისა ამომრჩევლის აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების ფორმატში და ამ უფლების დაცვით არის მოტივირებული ეს ცვლილებები. ეს რა თქმა უნდა მათ თავმოყარეობაზე ცუდად მოქმედებს, ძალიან ცუდად. სტატისტიკაზეც მოქმედებს ბუნებრივია, მაგრამ თუ ოდნავი გონი შერჩე ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ქოცია ან შუაშისტია, თუ რაც არის. შეიძლება დაფიქრდეს. კი, მაგრამ რატომ აძლევენ ხმას ადამიანები, რომლებიც დემოკრატიულ და უკეთეს ქვეყნებში ცხოვრობენ, ცვლილებებს საქართველოში? აი რატომ აძლევენ? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხია და ეს პასუხი პროჭორილს არ მოსწონს. ამიტომ ჯობია რომ ამ დილემაზე დაფიქრების საბაბი საერთოდ მოისპოს. არ კონდეს არავის აფიქრალი და არავის არაფერთან არ კონდეს არაფერი შესაძლებელი. რა თქმა უნდა, პროჭორილებმა იციან რომ ქართველი ემიგრანტების ძალიან დიდი ნაწილი უსაბუთოა უცხოეთში და საზღვარზე ვერ გამოჩნდება ფიზიკურად. ბილეთის პულის რომ კონდეს ვერ მივა საზღვრამდე. ქოც გადასარევად ეს მის ისიც რომ საბუთიანი ემიგრანტების ძალიან დიდ ნაწილს არ ვიცი, შეიძლება 70%-ს არ აქვს საშუალება და ფუფუნება, რომ მარტო ხმის მისაცემა ჩამოვიდეს საქართველოში. სამსახურს ასე მარტივად ვერ მიატოვებ. აი, ვიღაც თუ მოხუცულის, იმ სნეულის უბრალოდ დატოვება და დაგდება შეუძლებელია. მარტო იმიტომ, რომ ხმა გაქვს მისაცემის რაღაც შორეულ საქართველოში. შაბათ-კვირით წასვლა-წამოსვლის ფულიც რომ მქონდეს ადამიანს. და 200 ევრო ედოს ჯიბეში ყველაზე იაფი ბილეთის ფული მაგალითად. ეს ხალხი, ასეთი ხალხი ვეღარ ჩამოვა და პროჭორილს სტატისტიკას ვეღარ გაუფუჭებს. უბრალოდ გამოირიცხა ალბათ მილიონზე მეტი ადამიანი. ქვეყნებში კონკრეტული პროპაგანდა მიმდინარეობს ისეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცდება იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს. აქედან გამომდინარე, მათი ჩამოსვლა 4 წელიწადში ერთხელ საკუთარ ქვეყანაში ხმის მისაცემად გაცილებით უფრო ეფექტური იქნება სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ერთი უწიგნურის გადაწყვეტილებით. კიდევ ერთი მოტივი ალბათ არის მოლდოვას მაგალითი. მოლდოვამ ძალიან აშკარად აჩვენა უკანასკნელი 2 არჩევნების განმავლობაში, რამდენად მნიშვნელოვანია დიასპორა და რომ დიასპორა ნამდვილად პროევროპულია. ზუსტად მის ხარჯზე იგებენ უკანასკნელ არჩევნებსა და რეფერენდუმებს მოლდოვას პროევროპული ხელისუფლების წარმომადგენლები. და რუსეთი რას აკეთებს? რუსეთი კრებს თავის დამცხოვრებ მოლდოველებს, რომელთა საჭირო არჩევანში ეჭვია რეპარება, ჩარტელური რეისები ჩაყავს ისინი მოლდოვაში. ხმის მისცემის შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ მათ ფოტოზე დაინახავს, რომ მათ სწორ ადამიანებს მისცეს ხმა, ჩასვამს იმავე ჩარტერებში და მოყავს უკან. პროჭორილებს აქამდე რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულების ხმები მაინც და მაინც არ სჭირდებოდათ. საქართველოში საგვარებდნენ მშვენივრად სტატისტიკას. მაგრამ ახლა ამ ბოლო გადაწყვეტილებას ეტყობა, რომ ძალიან გაუჭირდეთ და ალბათ უნდა ველოდოთ აირზენას რეისებს, რომელიღაც რუსულ ქალაქებში ქართველების ორგანიზებულ ჩამოყვანას, მერე წაყვანას და დიდ ბრახა ბრუხს და თავის ქებას ნახეთ, როგორ გვინდა რომ ჩვენი თანამემამულეები ჩავაბათ ქართულ პოლიტიკურ ფერყულშიო. რა თქმა უნდა, არაა გასაკვირი, რომ ბორია რუსისთვის გაცილებით უფრო სანდოა სარატოვში მცხოვრები ვიღაცა ქართველი, ვინც რასია 24-სა და სპუტნიკის ინფორმაციაზეა შემჯდარი, ვიდრე სადმე ნიუ-იორკში ან ლონდონში მცხოვრები ქართველი, ვინც ტაიმს კითხულობს.
პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ადამიანები არიან მტრული საინფორმაციო ზეგავლენის ქვეშ და მათ არ შეიძლება რომ ანდოს ვინმემ ხმის მიცემა ქართველი დეპუტატებისთვის. ამ ადამიანებს თურმე არ შეუძლიათ რომ ობიექტურად შეაფასონ საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ბუნებრივია ადამიანი გარკვეულწილად იქ არსებულ მმართველობის სისტემას, იქ არსებულ სახელისუფლებო რგოლს და ექვემდებარება და ინფორმაციის მიღების თანამედროვე მოცემულობაში ბუნებრივია რომ ამ ხრივ რა თქმა უნდა თავისუფალი და ზეწოლისგან დამოუკიდებელი გაწყვეტილების მიღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო უფლების რეალიზების. ერთმა გონიერმა კაცმა დათვალა, მართლა რომ დაიზრან დღეს საბუთიანი რეგისტრირებული ამორჩევლები საქართველოსკენ, მათ საზღვარზე ბლოდინი მოუწევთ 30 დღეზე მეტი. იმდენი არიანო. ხო და თქვენ გონიათ ამდენი ვეღარ გათვალა ბურიამ? მას ასაკის მიუხედავად ანგარიში ჯერ არასოდეს შეშლია. ამის უკან კიდევ ერთი ვირეშმაკული ჩანაფიქრია, შანტაჟი. ზუსტად აი ამავე დღეს, ამ გამოცხადებული ღალატის დღეს, ევროკომისიამ მიიღო უვიზო რეჟიმის შეწყვეტის ახალი წესები, რომლებიც ამ საქმეს გაცილებით გაამარტივებენ. უფრო გასაგებად, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდება ორბანის და ვიღაც ასეთი ტიპების წინააღმდეგობის მიუხედავად. ესეც ძალიან კარგად იცის ბორია რუსმა. და პირველი ხომ იცით ვინ დევს ლაფათკაზე? დიახ, სწორია. პარალელურად ქართველმა ემიგრანტებმა დაიწყეს პლატფორმების ჩამოყალიბება, ხელმოწერების შეგროვება ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, ლობირება და ძალიან აქტიურად ითხოვენ იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, დაასანქცირონ ბორია და მისი ხელის ბიჭები და გოგოები. ამიტომ ახალი კანონით ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩაგდნენ ესენი, ისე უნდა დააფრთხნენ, რომ საკუთარი ხელმოწერა გაეწვიონ კიდეც პეტიციებიდან. და მეტიც, ამავე ადამიანებმა, ამავე ემიგრანტებმა თავიანთ დედაქალაქებში უნდა მოაწყონ აქციები ბორიასთვის ადრე დაწესებული სანქციების მოსახსნელად, იმისთვის რომ რეალურად ევროკავშირმა არ შემოიღოს ახლა სავიზო რეჟიმი ისევ საქართველოსთან და ამ ადამიანებს შვებულებაშიც კი აღარ კონდეთ საშუალება საქართველოს ჩამოსვლის. შემდეგი ნაბიჯიც ვიცი, ბელარუსის გამოცდილებით. ემიგრანტებს აუგზავნებენ პასპორტის განახლება საზღვარგარეთ და ყველა გახდება იძულებული ჩამოვიდეს საქართველოში. ასექნა ბატიამ, პასპორტს ან ნებისმიერ სხვა საბუთს თუ ვადა გაუვა, ბელარუსში ჩასვლის გარეშე ვეღარ განაახლებ. ჩახვალ ბელარუსში და საზღვარზევე ამოგიყრიან შენს პოსტებს Facebook-ში, რაღაც დალაიქებული გექნება, რაღაც ან ვიღაც გამოწერილი, რაღაც სიცილის სმაილი კი დასმული, WhatsApp-ი გექნება, რომელიც აკრძალულია, YouTube-ი, რომელიც ასევე აკრძალულია, Twitter-ი, რომელიც აკრძალულია. ამებს თუ ბელარუსში ჩასვლამდე წაშლი, აუცილებლად ამოგიყრიან, თუ ძალიან მოინდომებს, KGB აუცილებლად ამოგიყრის ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან და აუცილებლად გაგიშვებენ იქ, სადაც შენაირების ადგილია. ვირის აბანოში. მოგიყენებენ რამე მრავალწლიან მუხლს, პრეზიდენტის შეურაცხყოფას ან სამშობლოს ღალატს და ასე შემდეგ. თუ გონიათ რომ ასეთი საქართველოსგან შორს ვართ, ძალიან ცდებით. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ცდებით, როცა ისტორიულად ამტკიცებთ ემიგრანტებს ხმის უფლება ჩამოგვართვესო. რა ჩამოგვართვეს, რაც არ ქონდათ. უბრალოდ არ ქონდათ. რა უფლება ჩამოგვართვეს? როცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად ევროპისა და ამერიკის ათობით ქალაქში არ გახსნეს უფლები 2024 წელს. და ათობით ათასი ჩვენი თანამემამულე დატოვეს თამაშგარეთ, არჩევნების გარეშე. იმიტომ რომ იცოდნენ რომ ამ ქალაქებსა და ამ ქვეყნებს პირწმინდა წააგებდნენ. ან იმათ ვინც საქართველოში ცხოვრობს, ან იმათ ვინც ხმის მისაცემად ჩავა კეიპტაუნიდან არბოშიკში თუ პატაგონიიდან ღვანკეთში. იმათ კი ექნებათ ხმის უფლება. იმათი ხმა მიუვა იმას ვისთვისაც არის განკუთვნილი. რა ასე მოხდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, დარწმუნებულები ხართ? ძმებო, დებო, ემიგრანტებო და არა ემიგრანტებო. თქვენ ხმის უფლება კი არა, არჩევნები წაკართვეს. არჩევანი, სადაც არ უნდა იყოთ. ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით. თქვენ თუ არ აღიარებთ ამას უცხოეთში, შორეთში და თუ იმავეს არიზამენ თქვენი ახლობლები საქართველოში, თქვენ თუ ემიგრაციაში არ იმოქმედებ და ისინი არასწევენ ერთ ადგილს სამშობლოში. ეს მართლა მოხდება და უარესიც მოხდება. ძალიან სწრაფად და ძალიან რუსულად. პირადად მე კი მაინც ვარ მხნედ და იმედიანად, იმიტომ რომ ვიცი ეს კანონპროექტი კანონით ვერ იქცევა. თვალთხარიას პარტია, რომელიც პარლამენტშია შესული, ყელს გამოღადრავს ნებისმიერ წვნის საქართველოში დემოკრატიასა და არჩევნების თავისუფლებას შეზღუდავს. ჩვენი უკვე საპარლამენტო მედგარი ოპოზიცია არ მიაღებინებს მაქცულებებს სისხლიან რეჟიმს. ბოლოს და ბოლოს თვითონაც სისხლიანი ბატონი თვალთხარია, თვითონაც ემიგრანტია ახლა. ეს იყო ვაშე გადაცემა სპეციალური გამოშვებით. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.